ეს ამავე განსაკუთრებით მათ დაინტერესებთ, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობთ, ქართველებს გულისხმობ რა თქმა უნდა და მათ ოჯახის წევრებსაც. ახალმა დეველოპერულმა კომპანია Avenue, რომელიც საქართველოს სამშენებლო ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც საქართველოში ბინის შეძენას გეგმავენ, სპეციალური შეთავაზება მოამზადა. უფრო სრულად თავად კომპანიაზე შეთავაზება მიმდინარე პროექტებსა და სამშენებლო პროცესზე დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. გვიერთდებიან Avenue-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ ჭმუხაძე და გაყიდვების ხელმძღვანელი თამარ გაბლაია, სწორია. რამდენადაც ვიგებ ახლა. მოკეთ Avenue-ს ამბები უნდა მოვისმინოთ, რომელიც არის ახალი ბრენდი ბაზარზე, თუმცა ახალი გამზირის პროექტით მოხვედით ჩვენთან და მოგვიყევით რა ხდება ახალ გამზირზე. ძალიან დიდი მადლობა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ახალი გამზირი Avenue არის ახალი დეველოპერული პროექტი, რომელიც სულ 2 თვეა, რაც ბაზარზე გამოვჩდით. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ახალია, მომხმარებლის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება და პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ და ამაზე ჩვენი გაყიდული ბინების სტატისტიკაც მეტყველებს. გაყიდული 2 თვეში. კი, საკმაოდ ბევრი 100-ზე მეტი ბინა არის უკვე გაყიდული. იმიტომ რომ ვინც დაინტერესდნენ, მოვიდნენ ნახეს, მე მეგობრებს გაუზიარეს და მოკეთ რაღაცა ესეთი ძალიან საინტერესო სამეზობლოს შეკვრა დავიწყეთ ნელ-ნელა. პროექტის შესახებ მაყურებელს კიდევ შევახსენოთ 2 სიტყვით. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია აღმაშენებლის ხეივანზე, რომელიც საცხოვრებელ, სარეკრეაციო და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს ერთ სივრცეში და ერთ კონცეფციაში. უპირატესობებს პროექტის შესახებ რაც შეეხება არის დიდი გამწვანებული სივრცეები, სპორტული მოედნები აგროჰაბი კომპლექსის ტერიტორიაზე და ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც მაცხოვრებელს სჭირდება, რომ თანამედროვე და კომფორტული ცხოვრებით იცხოვროს. რაც შეეხება ბინების არჩევანს 55 კვადრატული მეტრიდან გვეწყება ბინები, ყველანაირი მიზნობრიობის მომხმარებელს დავაკმაყოფილებთ, იქნება ის საინვესტიციო საცხოვრებელი, დიდი ოჯახისთვის, ახალგაზრდა წყვილისთვის თუ ასე შემდეგ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევთავაზოთ მომხმარებელს ის კომფორტი, რასაც ყველა ეძებს საცხოვრებელს, როცა ეხება საქმე. Შემიძლია ვიკითხო, რადგან კონკრეტული შეთავაზებით ხართ დღეს მოსული, რატომ გადაწყვიტეთ მაინც და მაინც, რომ სპეციალურად ემიგრანტებისთვის შეგიქმნათ და შეგეთავაზებინათ დღევანდელი, ასე ვთქვათ, თქვენი ეთერი ამისთვის მიგიძღვნათ და შეთავაზება ემიგრანტებისთვის ყოფილიყო. მოგესალმებით, როგორც მარიამმა აღნიშნა, Avenue ნამდვილად ახალი დეველოპერული პროექტია ბაზარზე, რომელიც ზუსტად 2 თვის წინ გამოჩნდა და ეს არის ჩვენი პირველი შეთავაზება კომპანიის მხრიდან, რომელიც გვინდოდა რომ კონკრეტულად ემიგრანტებისთვის ყოფილიყო. როგორც იცით, საქართველოს მოქალაქეების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ცხოვრობს დღეს საზღვრებს მიღმა, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო პირველი შეთავაზება მათთვის ყოფილიყო, იმიტომ რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ არ იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად ფიქრობენ საქართველოში ბინის შეძენაზე, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში და უფრო კონკრეტულად 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, მათთვის იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება. აღნიშნული შეთავაზება ეხება პროექტში არსებულ ყველა ტიპის ბინას და ის გამიზნული იქნება კონკრეტულად ემიგრანტებისთვის. შეგვიძლია გავაჟღეროთ რა შეთავაზებაზე კი ბატონო, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, ემიგრანტებისთვის ისარგებლებს კონკრეტულად 8000 ლარამდე ფასდაკლება და როგორც თქვით, ეს მოქმედებს ყველა ტიპის ბინაზე, რასაც მოყვება ასევე უპროცენტო გრძელვადიანი გადახდის პირობა. ამასთან ერთად, თუ ერთიანი გადახდის შემთხვევაში ისინი ისარგებლებენ უფრო დიდი და ეს არის დაახლოებით 38000 ლარამდე ფინანსური შეღავათი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ჩვენი მოქნილი გადახდის პირობა, მინიმალური წინასწარი შენატანით და დანარჩენი ღირებულების განაწილება სრულად უპროცენტოდ 36 თვეზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ზუსტად ის შეთავაზება, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, რომ ბინის შეძენის პროცესი დაიწყოს დღესვე. ის საინტერესოა დისტანციურად როგორ ხდება დაუშვათ ემიგრანტების მხრიდან შერჩევა ბინის ადგილზეც ჭირს ასე ხო რომ ზუსტად მიხვდე რომ ეს არის რაც გინდა და აი დაუშვათ როგორ ხდება კომუნიკაცია მათთან და გადაწყვეტილების მიღება. კი პასუხებთ, როცა ეს პროცესი იგეგმებოდა და ვფიქრობდით, ჩვენი მთავარი ამოცანა ზუსტად ბინის შეძენის პროცესის მაქსიმალურად გამარტივება იყო. ამისთვის დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია რომ დაგვიკავშირდეს, ჩანიშნოს ონლაინ შეხვედრა და ჩვენი გაყიდვების გუნდი დისტანციურად
დისტანციურად გაუწევთ მას კონსულტაციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების გაფორმებაც მოხდება ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ეს დისტანციურად, ელექტრონული ხელმოწერით. როგორც აღწერეთ, ეს პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობს, ისე რომ არ საჭიროებს საქართველოში ჩამობრძანებას და ადგილზე ყოფნას, თუმცა რა თქმა უნდა, დაინტერესებული ადამიანის წარმომადგენელს ასევე აქვს საშუალება, რომ ჩვენთან ოფისში გვეწვიოს, რა თქმა უნდა და ლოკაციაზე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია და მომსახურება. პროექტზე ახლა უშუალოდ როდის დაიწყო, როდის დასრულდება, რა ვადებში, აი ეს ყველაფერი ეს დეტალები ალბათ საინტერესოა ჩვენი მაყურებელს. პროექტი ამჟამად აქტიურ ფაზაშია, მშენებლობა მიმდინარეობს, ქვაბულის სამუშაოების 80% დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა, 40 მეტრიანი გამორჩეულად ესეთი დიდი ხიმინჯებს ვაკეთებ, ზუსტად იმიტომ, რომ კონსტრუქციის მდგრადობას ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მშენებლობის ხარისხი. პროექტის დასრულებას რაც შეეხება, დაახლოებით 3 წლის ვადაში სრულდება 2029 წლის ზაფხულში და მშენებლობა მთლიანად დაფინანსებულია და დაზღვეულია ბანკის მიერ, რაც მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით დისტანციურად ვინც შეიძენს მათთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფინანსური გარანტია არის ნამდვილად, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საინჟირო ეტაპი, რაც ახლა გვაქვს ქვაბული, იმიტომ რომ რეალურად აი ამ საძირკველის შენებაზე დგას მეგრე მთელი корпуსი და ამ მხრივ მოკლედ ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ კომპანიაში, რომ მშენებლობის ხარისხი ისეთი გქონდეს, როგორც სტანდარტით, თითაც დავიწყეთ ბაზარზე პოზიციონირება. და მოდი დავუბრუნდეთ პირველ კითხვას, როდესაც თქვით, რომ აი გასაოცარი აქტიურობა მიუხედავად იმისა, რომ ორი თვეა რაც გაჩნდა ეს პროექტი ადამიანების ცნობიერებაში. როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რის გამო იწონებენ დაუშვათ და გადაწყვეტილებას იღებენ? პირველ რიგში ალბათ არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც კომპლექსი სთავაზობს. დიდი დიღმის ტერიტორიაზე მსგავსი რაღაც მასშტაბური პროექტი ნამდვილად ამ ეტაპზე არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპლექსს აქვს ესეთი დიდი სარეკრეაციო ხიდი, რომელიც ფარნავაზ მეფის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანს ერთმანეთთან დააკავშირებს და ეს იქნება საზოგადოდ მოხმარების და საზოგადოებრივი სივრცე, რა თქმა უნდა კომპლექსის ნაწილი, მაგრამ ამავდროულად ძალიან საფეხმავლოდ, ძალიან მოსახერხებელი იქნება დიღმის მაცხოვრებლებისთვის. ასევე ჩვენი კომპლექსის შუაში, აი ზუსტად ხიდის ქვეშ გავა ახალი სამანქანო გზა, რაც მნიშვნელოვნად და შეიქმნება ახალი სატრანსპორტო კვანძი, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას, და დიღმში საკმაოდ საცობებია, იქ ზევით განსაკუთრებით და კომპლექსს ექნება შესასვლელი აღმაშენებლის მხრიდან, ფარნავაზ მეფის გამზირიდან, ასევე ახალი გამზირი, რომელიც ჩვენ შორის გაივლის, ზუსტად აქედან წამოვიდა ჩვენი კომპანიის რეკრეაციული ზონა რა ტერიტორიას მოიცავს მაინც? 25,000 კვადრატული მეტრია ჯამში რეკრეაციული სივრცე, სადღაც 300 მეტრამდე არის ხიდი, თვითონ უშუალოდ გამწვანებული ხიდი, რომელიც რეკრეაციული დანიშნულებით, საფეხმავლოდ, ველობილიკები გვერდებზე, ესეთი ძალიან აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის განსაკუთრებით დიდი უპირატესობაა კიდევ. რა თქმა უნდა, სპორტული და საბავშვო სივრცეებიც გათვალისწინებულია შიგნით და ვინაიდან მსგავსი ტიპის პროექტები ქალაქის სხვა უბნებში უფრო მეტად არის პოპულარული და ნაკლებად გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ვთქვათ, რაღაც აქეთ მხარეს დიღომში ყოფილიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ მოქნილ პირობებთან და რაღაც ყველაფერთან კომბინაციაში, რაც გავაშხერეთ უკვე. ასევე დავამატებთ, თუ შეიძლება, ეს არის ბინების საკმაოდ ფართო არჩევანი. როგორც მარიამ აღნიშნა, ჩვენი ბინები იწყება 55 კვადრატიდან, თუმცა მორგებულია ყველა მომხმარებლის საჭიროებას, ეს იქნება ახალგაზრდა წყვილი, დიდი ოჯახი თუ ბინის შეძენა საინვესტიციო მიზნებისთვის. შესაბამისად, ისეთი ყველა მომხმარებლის თქოს. დიდი მადლობა წარმატებები თქვენს კომპანიას და თქვენს ახალ მაცხოვრებლებს. ძალიან სასიამოვნო, როდესაც არჩევანი აქვს დიდი მომხმარებელს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის იქნება ყველაზე მეტად შესაფერისი და კონკურენციაც რო არის, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო კარგია ჩვენებს ასეთ ამომწურავი მომავალი მყიდველებისთვის, ნამდვილად წარმატებები თქვენ. დიდი მადლობა.